მოგესალმებით, ეს სპორტ კოუჩის შემდგომი გადაცემა. მადლობა იმათ, ვინც წინა გადაცემები დაალაიქეთ, გამოიწერეთ გვერდი და დაგვიკომენტარეთ. დღეს ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ. ეს თემები იქნება ერლინგ ჰოლანდი, ძალიან საინტერესო ფეხბურთელი, ასევე ვისაუბრებთ რონალდინიოზე და ასევე ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. ეს იქნება როგორი იქნებოდნენ ფეხბურთელები UFC-ში. ძალიან საინტერესო თემა იქნება, ასე რომ დაელოდეთ. ამ ყველაფერს გამოგიწერეთ ჩვენი არხი, Silk Sport-ის არხი და დავიწყეთ. მაშინ პირველი თემა, რომელზეც ვისაუბრებ, ხშირად მეკითხებიან ბატონო თემურ, როგორ არის ასეთი ძლიერი ფიზიკურად ერლინგ ჰოლანდი, ძალიან წარმატებული ფეხბურთელი, City-ს ცხრიანი, რომელიც ყოველ თამაში ამტკიცებს იმას, რომ ის მართლაც ვიკინგია და მისი ფიზიკური აღნაგობა ყველას გვაოცებს, ხომ და ბევრი მეკითხება ბატონო თემურ, როგორ არის ასეთი ძლიერი? კი, მას აქვს რაღაცა რობოტული აღნაგობა, მაგრამ მე არ მგონია, რომ ჰალანდი იყოს რობოტი. მაქვს ჩემი ვარიანტი, რომ არ არის გამორიცხული ჰალანდი იყოს იმერეთის ჰაერზე გაზრდილი ფეხბურთელი და იმერეთმა გამოიწვია მისი ძლიერი, ესეთი კუნთოვანი მასა და ჯანსაღი სხეული. კი, თქვენ ახლა იკითხავთ, როგორ მოხვდა ერლინგ ჰალანდი იმერეთში. აქ რამოდენიმე ვარიანტი მაქვს, როგორც იცით, ჰალანდის მამა იყო ფეხბურთელი და არ არის გამორიცხული, მამამის ერთ-ერთ თამაშზე, სადმე გასული თამაშზე წაყვა, გამოეპარა შემდეგ მამას და რამოდენიმე თვე დაჰყო იმერეთში, იქ მიირთვა იმერული კერძები, იმერული ჰაერი ჩაისუნთქა, რამაც გამოიწვია მისი, ასე ვთქვათ, გაჯანსაღება, გამკრივება და შედეგს ხედავთ, რომ ის ერთ-ერთი ძლიერი ფიზიკურად და წარმატებული ფეხბურთელია. მოიჯერ დაზუსტებით ვერ ვიტყვი ამ ყველაფერს, მაგრამ აუცილებლად გამოვიკლევ ჰალანდის და იმერეთის ეგრეთ წოდებულ კოლაბორაციას და შემოგთავაზებთ შემდგომ გადაცემაში, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ ეს ვარიანტი, რაც გითხარით, დაფიქრდით და იცოდეთ, რომ თუ იმერეთი, ესე იგი სიჯანსაღე და თუ სიჯანსაღე, ესე იგი იმერეთი. შემდეგი თემა ეს არის რონალდინიო. ბევრი მეკითხება ბატონო თემურ, რა ფენომენი იყო რონალდინიო და მისი ნიჭი, მართლა ძალიან საინტერესო ფეხბურთელი, რომელიც ძალიან დიდი სიამოვნებით თამაშობდა ფეხბურთს. რონალდინიო ძალიან დიდი ბედნიერებით უყურებდა ბურთს, ისე როგორც ჩვენ უყურებთ შაურმას, როცა გვში, ანუ ჩვენ უყურებთ ბედნიერი სახით შაურმას, რონალდინიო უყურებდა ბურთს, ესეთი ბედნიერი სახით და ესე თამაშობდა ფეხბურთს. აი ამ ყველაფერს ვერ ისწავლი, ეს ყველაფერი დაბადებიდანვე გააქვს, აი მაგალითად დაბადებიდანვე გიყვარს ხინკალი, არც შქმერული, ხაჭაპური, ისე იყო რონალდინიო, მას პატარაობიდანვე უყვარდა ბურთი და ამიტომაც უყურებდა ასე ბურთს და ასეთი ბედნიერი სახით თამაშობდა ყველა მატჩს და აი რომ გითხრათ ბევრი საუბრობს იმაზე, რომ რონალდინიოს არ ქონდა ეგრეთ წოდებული, ასე რომ ვთქვათ, სწორი მიდგომები, გუნდში ხშირად მიდიოდა დასალევად, გასართობად, მაგრამ მეორე დღეს მაინც მოდიოდა თამაშზე და უმაღლეს კლასს აჩვენებდა. ეს ქართულ რეალობას რომ შევადაროთ, რონალდინიოს кейსი ძალიან გავს ქართველ თამადას, რომელმაც შეიძლება ერთ დღეს დალიოს, ბოლომდე დათვრეს, მაგრამ მეორე დღეს ადგეს არანაირი პახმელი არ ქონდეს და კიდევ წავიდეს ქორწილში და 300 კაციანი ქორწილი ითამადოს, ასე რომ ეს ასე რომ ვთქვათ რაღაცნაირი ნიჭი ადამიანებს თავიდანვე აქვს და არ იძენენ. შემდეგ ასეთი იყო რონალდინიოც, რომელმაც ალბათ დაგვამახსოვრა თავი და ვინც პატარები ხარ და არ იცით ვინ არის, აუცილებლად უყურეთ მის ვიდეოებს, რადგან ეს მართლაც იყო სილამაზის და სინთეზის, რომანტიკის ნაირსახეობა და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ თუ რონალდინიო ბურთთან ღიმილი, თუ ბურთთან ღიმილი, ესე იგი რონალდინიო. შემდეგი თემა, ბევრი მეკითხება ბატონო თემურ, ვის მოიაზრებთ, რომელი ფეხბურთელი იქნებოდა წარმატებული UFC-ში. ძალიან საინტერესო кейსია, მართლა ძალიან ბევრი ძლიერი ფეხბურთელი არსებობს, მაგრამ მე მაქვს ჩემი ვარიანტები, ვინ იბრძოლებდა კარგად UFC-ში. შეიძლება იყოს ედინსონ კავანი, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელი, ლუკაკუ, ძალიან ძლიერი ფეხბურთელი და ასევე მესამე ვარიანტი ლუის სუარესი, რომელიც გამოირჩეოდა ამ სიძლიერით, თუმცა ლუის სუარესთან ერთი პრობლემა ის არის, რომ ლუის შეიძლება მისი საფირმო ქმედება კბენა გამოეყენებინა და ეკბინა ერთ-ერთ ისეთ ადგილას, სადაც არ შეიძლება, ალბათ ხვდებით რა ადგილს აქვს გულისხმობ, უხსენებელ ადგილას, ხოლო UFC-ში უხსენებელ ადგილას კბენა ისჯება და ალბათ ლუისი დიდი ხანი ვერ იქნებოდა UFC-ში, ასე რომ ისევ ლუკაკუს და ასე ვთქვათ კავანის ვარიანტი
დავწეროთ და ვთქვათ და თქვენს დაგვიწერეთ კომენტარებში რომელ ფეხბურთელს წარმოიდგენთ UFC-ში რომ იბრძოლოს, ასევე რადგან UFC-ს შევეხეთ, ვახსენოთ ალექსანდრე თოფურიას ბრძოლა, რომელმაც გაანადგურა თავისი მეტოქე, აი წარმოიდგინეთ როგორ რაღაც გააკეთა, იცით, აი სამეგობრო რომ პიცას გამოიძახებს და იმ პიცას ეგრევე ანადგურებენ და უშვებენ ყბაში, აი ესე ყბაში გაუშვა ალექსანდრე თოფურია მისი მეტოქე და გაანადგურა, ასევე ილია თოფურიას შემდეგ მეტოქეზე, რომელიც შესაძლოა იყოს არმან ცარუკიანი, მე არმან ცარუკიანს მივმართა რომ ის იყოს ფრთხილად, რადგან შეიძლება მას ილიას მუშტი მოხვდეს ბაირამ დუდუქში და ეგრევე გაითიშოს და თავისი კარიერა დაასრულოს, ასე რომ ერიდეთ ილიას, რადგან მისი დარტყმა მართლა ძალიან მტკივნეული და ბრძოლის უნარიანი და ყოველთვის გახსოვდეთ რომ თუ თქვენ ძირს გდიხართ, ესე იგი ილია თოფურიამ დაგარტყათ. თუ ილია თოფურიამ დაგარტყათ, ესე იგი ძირს გდიხართ. მაშინზე გადავიდეთ ჩვენს შემდეგ რუბრიკაზე, ეს არის მწვანე ბილეთი, როგორც იცით და რუბრიკა მწვანე ბილეთის სპონსორია ჯუმა ბინსი. მაშინზე დღეს ძალიან საინტერესო რეფერენსები და მატჩები შემოგთავაზებთ, რომელიც დარწმუნებული ვარ დაგეხმარებათ და მოიგებთ. ეს არის პირველი, რომელიც ჩავინიშნე თქვენთვის. ატლეტიკო ვალენსია, ეს არის ჩემი აზრით ერთიანი, რადგან ანტუან გრიზმანის კლასელს აქვს დაბადების დღე და სიმეონესთან არის მოლაპარაკება, სიმეონემ უთხრა ანტუანს, თუ მოიგებ ამ მატჩს და მოვიგებთ, მე შენ გაგიშვებ კლასელის დაბადების დღეზე, ასე რომ ჩემის აზრით ანტუანი საკუთარ თავზეც კი აიღებს ამ ყველაფერს, რომ მატჩი მოიგოს და წავიდეს კლასელის დაბადების დღეზე, როგორია რომ მთელი კლასი იქ არის და ანტუანი ვერ მიდის, ასე რომ ჩემი აზრით ატლეტიკო ვალენსიას ერთიანი და ატლეტიკოს აუცილებელი გამარჯვება ჩაინიშნეთ, ეს აუცილებლად. შემდეგი მატჩი არის ბარსელონა ოსასუნა. აქ გთავაზობთ X შედეგს, ეს იქნება ფრე, რადგან ჩემი ინფორმაციით ჩელსისთან თამაშის შემდეგ გასახდელში ფერან ტორესი და არავახო ჩაძოყნეს გუნდელებმა და ეს იმას ნიშნავს, რომ ის ორი ვერ ითამაშებს ამ თამაშში, ანუ -2 ეს ადამიანი გამოაკლდებათ, ეს უკვე დანაკლისია, რა თქმა უნდა, ასევე არ იქნება, როგორც ვიცი, ლამინი ამალი, რადგან სკოლაში ზეიმი აქვს, ასე რომ ვთქვათ, ასე რომ სამი ფეხბურთელი დააკლდება ბარსელონას, ეს არის ფერან ტორესი, არავახო და შესაძლოა ლამინი ამალი და ამიტომ სამი ფეხბურთელი არ არის მარტივი და ცოტა ძალა, ასე რომ გთავაზობთ ბარსელონა ოსასუნას X-ი გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი და თან ახალი სტადიონია შეჩვევაც უჭირთ მინუს ეს სამი ფეხბურთელი გაითვალისწინეთ, ეს იქნება აუცილებლად X-ი. შემდეგ კოეფიციენტი, რომელსაც გთავაზობთ, ეს არის ლივერპული ბრაიტონის 2-იანი. ძალიან რთული მდგომარეობაა ლივერპულში, როგორც იცით, არაჯანსაღი არის მოგებები, სალახი ვერ თამაშობს, სლოტს როგორც ვიცით, ნერვიულობისგან თმებიც კი ამოუვიდა, ასე რომ არ არის კარგი მდგომარეობა და მე მგონი, რომ ამას ბრაიტონი გამოიყენებს და მოიგებს, ასევე დადის მოარული ჭორები, რომ ყოველ ღამით ენფილდზე, ლივერპულის სტადიონზე ისმის იურგენ კლოპის სულის ხმა, რომელიც იძახის დამაბრუნეთ. ნახოთ რა იქნება, წავა სლოტი მოვა კლოპი თუ რა იქნება, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ლივერპული რაღაცნაირად ასე რომ ვთქვათ, დეგრადაციაშია და უკან იხევს და ეს შესაძლოა ბრაიტონმა გამოიყენოს და მეოთხე პოზიცია, რომელსაც შემოგთავაზებთ, ეს არის გარეჯი ტორპედოს, ქუთაისის ტორპედოს 2-იანი, ქუთაისის გამარჯვება, რადგან როგორც გავიგე, ქუთაისი მოგების შემთხვევაში პრეზიდენტი დაპირდა ფეხბურთელებს ყველას, ასე რომ ვთქვათ, ყველა ფეხბურთელს მოგების შემთხვევაში გადაეცემა 10 ლიტრი ბიკენტიას საფირმო, ასე ვთქვათ, საწებელი, რა თქმა უნდა, ამაზე უარს ვერავინ იტყვის, გაორმაგებული ემოციებით გამოვლენ თამაშსა და დარწმუნებული ვარ, რომ გარეჯს დაამარცხებენ ერთი სიტყვით. ეს იყო და ეს იმედი მაქვს, რომ საინტერესო თემები განვიხილეთ, ასევე საინტერესო კოეფიციენტები შემოგთავაზეთ და გაითვალისწინეთ და მადლიერი იქნებით, ასე რომ დაალაიქეთ ეს ვიდეო, დაალაიქეთ ზოგადად Silk Sport-ის YouTube არხი და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თუ სპორტი, ესე იგი Silk Sport-ი, თუ Silk Sport-ი, ესე იგი სპორტი.